მინდა დავპირდე ქართულ საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა, რომ ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მივა საჯარო რეესტრში, ვერ გადაკეთდება ვერაფრად. ამით დავიწყოთ. რეალურად ეს იმდენად აბსურდული ბრალდება არის და იმდენად სულელური ნარატივი არის, რომ იგივე არის, რომ თქვა, რომ ქართულ საზოგადოებას ვპირდები, რომ ვარდისფერ სპილოდ რეესტრში ვერ გადავკეთდებთ. ანუ ეს არის გამოგონილი ნარატივი. ევროკავშირში არის უამრავი სახელმწიფო, სადაც ერთსქესიანთა პარტნიორობა არ არის დაკანონებული. პოლონეთი, ხორვატია, უამრავი სხვა სახელმწიფო, ძირითადად აღმოსავლეთ უნგრეთი ბოლო-ბოლო. ქართული ოცნების მთავარი საყრდენი და პროპაგანდისტული იმედი. ანუ არანაირ ამდაგვარ სისულელეს ევროკავშირი ჩვენ არ გვთხოვს. ეს არის პირველი, რაც ყველამ უნდა გაიაზროს. ანუ თუ ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც საჯარო რეესტრში ვერც ბუდაპეშტში ვერ შეხვალ, ვერც ვარშავაში ვერ შეხვალ, ვერც ზაგრებში, ვერც პოდგორიცაში და სხვა ქალაქებში თუ ვერ შეხვალ, რაღა მაინც თბილისში უნდა შევიდეს ადამიანი და გადაიკეთოს საკუთარი გენდერის სქესი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სისულელე, მეგობრებო, ეს არის ტყუილი და ეს არის რუსული ტიპის პროპაგანდა.